მოლოდინის 48 საათი ქვეყანა შეწყალებული პატიმრების ვინაობის გარკვევაში და დუმილი ორბელიანების სასახლიდან. რატომ არ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა მზია ამაღლობელი და საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მთავარი აჭარის გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გიყვებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებს. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. მოლოდინის 48 საათი ქვეყანა შეწყალებული პატიმრების ვინაობის გარკვევაში და დუმილი ორბელიანების სასახლიდან. რატომ არ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა მზია ამაღლობელი და პროტესტის დროს დაკავებული ახალგაზრდები. რა დადგა მაღალ საზოგადოებრივ ნებაზე მაღლა სამართლებრივი ბარიერები თუ ფარული პოლიტიკური წნეხი. ათასობით მსხვერპლი და რეჟიმი, რომელიც ლეგიტიმაციასთან ერთად რეგიონულ გავლენებსაც კარგავს. არის თუ არა 2026 წლის პროტესტი თეოკრატიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი და რას ნიშნავს ირანული კრიზისი კავკასიისთვის. რა ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას ახალ მსოფლიო დღის წესრიგში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალი სტაბილურობისთვის ახალ რეალობაში. ანალიზი და მოლოდინები გადაცემის დასკვნით ნაწილში. ხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. ვიწყებთ თემით, რომელიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ საფიქრალად იქცა. გუშინ და დღეს საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობდა. საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო ორბელიანების სასახლისკენ, საიდანაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისა და განსაკუთრებით მზია ამაღლობელი შეწყალების აგრძელოდა საზოგადოება. მოლოდინი იმდენად მაღალი იყო, რომ გუშინ დილიდან საპატიმროებთან ახლობლები, აქტივისტები და მედია შეიკრიბნენ, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით ციხის კარი არც ერთი პოლიტპატიმრისთვის და მზია ამაღლობელისთვის არ გაღებულა. უფლებადამცველები და სამოქალაქო სექტორი ხას უსვამდნენ, რომ მზია ამაღლობელის საქმე ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის ტესტი ქვეყნის დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ხარისზე. აქედან გამომდინარე მზია ამაღლობელი ბევრი მათგანისთვის იქცა სიმბოლოდ იმ უსამართლობისა, რომელსაც ბოლო ერთი წელია ხელისუფლება ხშირად შერჩევითად იყენებს ადამიანების მიმართ, როგორც ისინი ამბობენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობის ხანგრძლივობა ქმნიდა მორალურ ფონს, რომ პრეზიდენტს გამოეყენებინა თავისი ექსკლუზიური უფლება შეწყალება. გამომდინარე იქედან, რომ ამ დრომდე როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არც ერთ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პატიმარს არ დაუტოვებია საპატიმრო, ეს ნიშნავს, რომ მოლოდინი იმედგაცრუებაში გადაიზარდა. პოლიტიკური პატიმრების საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზად ჩვენს ურთიერთობებში საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან თითოეულ მსგავს საქმეს. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც იქნება ციალა ქათამიძე, სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი. მანამდე კი მასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გააგზავნა საჩივარი. საქმე შეეხება ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში დასაბუთებულია, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით დაიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლება. უფრო მეც ამ საჩივარზე თავად სიალას გამოვისმენთ, რომელიც უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. სიალა, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ნათლისღების დღესასწაულს გილოცავთ თქვენს და მთელ საქართველოს. თქვენ და ყველას მიულოცავთ ჩვენს მაყურებელს ნათლისღებასაც და სხვა დღესასწაულებსაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და ახალი წელია უკვე ქვეყანაში. უკეთესი წელიწადი ყოფილიყო. და ვფიქრობ, რომ უკეთესი წელი იქნება ბევრი მიმართულებით. ევროსასამართლოს შენს არჩევზე აუცილებლად ვისაუბრებთ სიალა, თუმცა მანამდე უნდა გკითხო იმ მოლოდინზე, 48 საათიან მოლოდინზე ფაქტობრივად, რომელიც არსებობდა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ახალგაზრდებთან და განსაკუთრებით მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ნახეთ დღის მეორე ნახევრისთვის, რომ არც ერთი ამ ადამიანებიდან, ვინც მოიაზრებოდა შესაწყალებელთა სიაში არ არის შეწყალებული, ხო, პრეზიდენტის მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე, რა ნახეთ გუშინ დღეს და ზოგადად როგორ შეაფასებდით ამ დროისთვის არსებულ მოცემულობას? იცით, უნდა შევხედოთ ამ მდგომარეობას, ამ მოცემულობას არა იმ გადასახედიდან, რომ მოლოდინი არსებობდა როგორც თავად პატიმრებში, ასევე მათ ოჯახის წევრებში და ეს გაჩნდა იმის გამო, რომ პრეზიდენტს და ესე შემდეგ. წელიწადზე უფრო მეტია ადამიანები, სინდისის პატიმრები, ცხედან ციხეში და არც ერთი დღესასწაული არ ყოფილა, როდესაც მათ ჰქონდათ მოლოდინი ან გაჩენოდათ, რომ ან მიემართათ პირიქით, ანუ იყო რამოდენიმე არაერთი შეთავაზება უბრალოდ შეწყალების თუ სხვა ტიპის ხელისუფლებისგან სხვა მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ყოფილა რაიმე ტიპის დისკუსია. ეს მოლოდინი, რა ვიცი, თქვენს მაყურებელსაც არ ვახვევ თავს რაღაცა ჩემს მოსაზრებას. ფაქტობრივად რომ გადავხედოთ მოვლენებს ბოლო რამოდენიმე კვირის, ხო? პირველად გაჩნდა დისკუსია თავად შექმნეს შინაარსი, ჯერ მათმა პროპაგანდისტმა ძალიან უშვერად თქვა, რომ რაში გვჭირდება ეს პოლიტპატიმრები და იქნებ რაღაცა გავუშვათ, რბილად ვამბობ ამ ამბავს. ამით კიდევ ერთხელ ჰუმანურობაზე კი არის საუბარი, ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლოში, პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით კი არ დგინდება მტყუან მართალი ამ ქვეყანაში, არამედ ის და მისი რაღაცა ძმაბიჭები არკვევენ ამ ქვეყანაში, ვინ იყოს დამნაშავე, ვინ იყოს ისევ მართველი გუნდიდან წამოვიდა მესიჯბოქსი ასეთი, რომ ეს მოლოდინი გუშინ გააჩინა ოპოზიციამ. დიახ, არ მიუყვეთ, ხო? ჯერ იყო მისი განცხადება, შემდგომ შიგადაში გიავალსკის განცხადებები იყო იმაზე, რომ ჩვენ ვართ ჰუმანური ხელისუფლება და შესაბამისად სინანულთან ერთად მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მოსაზრებები. შემდგომ იყო საპატრიარქოს განცხადებაც და რა ვიცი, წინა წლების მოვლენებს თუ გადავხედავთ საპატრიარქოს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირად შეთანხმებულია ან შეჯერებულია გარკვეული ტიპის ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფებთან და შემდგომ იყო რაღაცა ბატონი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მას კითხეს პოლიტპატიმართა შეწყალების თაობაზე და პასუხი იყო 19-ში ნათლისღებას, ხო? ეს არ არის მოგონილი ან რაიმე ტიპის ამბავი, ამან გააჩინა გარკვეული ტიპის მოლოდინი იმ ადამიანებში, რომლებიც წელიწადზე მეტი დროა ელოდებიან საკუთარ ოჯახის წევრებს, უდანაშაულო ოჯახის წევრებს და რა ვიცი, მალხაზ ამაღლობელი ის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წინა დღესაც მეუბნებოდა, რომ მართალია არ მჯერა იმისი, რომ ჩემი არის გასაგები, რომ იყო მზია ამაღლებელის ძმა. დიახ, არ სჯეროდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ წასულიყო, იმიტომ რომ ერთ ადამიანს თუ მაინც გამოუშვებენო, იმას ხო დასჭირდება მომსახურება სახლში მივიყვან და ესე შემდეგ და შემდგომ მეორე დღეს შევალდა ჩვეულ დათქმულ პაემანზე ვნახავ ჩემს დასო. ეს იყო მთავარი მიზანი მალხაზის წასვლის. თუმცა დღის განმავლობაში, რა ვიცი, ეს მხოლოდ ალბათ ქართულ ოცნებას და მის მესვეურებს და რა ვიცი, შეიძლება მოეფიქრებინათ, დაეგეგმათ და განეხორციელებინათ, რომ მათ შეეძლოთ
ეს, რა ვიცი, ამბავი დღის დასაწყისში ეთქვათ, ძალიან მკაცრად მათ არ უჭირთ ამაზე ლაპარაკი, ხო? დავად ყაველაშვილსაც შეეძლო ეთქვა, ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს ორაზროვანი იყო იმ დღეს გაკეთებული ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ მართალია ისინი არ ითხოვენ, არ ინანიებენ და ესე შემდეგ, თუმცა მაინც პრეზიდენტის პრეროგატივა მაინც ორაზროვანი იყო და რა ვიცი, მხოლოდ მათ შეეძლოთ, რომ აი ეს რაღაცა საყოველთაოდ ცივილიზებულ კაცობრიობაში აღიარებული ჰუმანური აქტი სახელმწიფოსი ექციათ წამების აქტად ადამიანებისა მთელი დღის განმავლობაში მოსაზრებას, რომ ძალიან დიდხანს პრინციპში ძალიან დიდხანს რა ბევრი საათი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ გავიგეთ რომ 159 პატიმარი იყო შეწყალებული პრეზიდენტის მიერ მაგრამ არავინ არ იცოდა მათ შორის საპატიმროებში არ მისულა ის სიები თუ ვინ უნდა გაეშვათ ამ საპატიმროებიდან ეს დრო ხომ არ დაიტოვა იმისათვის ეს მოსაზრება გააჩნდა აქტიურად მუსირებს ხო მათ შორის პოლიტიკურ წრეებში რომ შიგნით გადაწყვეტილი იყო ისევ ქართულ ოცნებაში საბოლოო ჯამში მიიღებდნენ თუ არა ამ პროტესტის დროს დაკავებულების შეწყალების გადაწყვეტილებას. ფიქრობ, რომ რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია, რომ გუშინ შეწყალების აქტის შემდეგ დაეწყოთ ფიქრი ამ ყველაფერზე. იცით ქართული ოცნების ქმედებების შეფასებისას ძალიან დიდი ხანია ვცდილობ რომ რაიმე ტიპის ლოგიკა ან შინაარსი ან რაიმე გონიერება რომელსაც კავშირი აქვს ადამიანურობასთან, მორალთან, სამართალთან და რა ვიცი ჰუმანიზმთან ფიზიკურად არ შევაფასო, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე ტიპის წინასწარო ვფიქრობ რომ ეს ამას მაინც ვერ იკადრებენ საკუთარ რეკორდებს, ანტირეკორდებს კიდევ უფრო აუმჯობესებენ. შესაბამისად არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი ფაქტობრივად ჰუმანური აქტი, წამების აქტა და აქციეს წარმოგიდგენიათ ღობის იქეთ პატიმრები ისხდნენ და უყურებდნენ როგორ იყინებოდნენ სიცივეში მათი ოჯახის წევრები და აქეთ ელოდებოდნენ არა იმიტომ რომ იმედი და სურვილი ჰქონდათ ამისი, თუმცა რაღაცა ჰუმანურობის ჯეროდათ ხელისუფლების, არამედ იმ რაღაცა ორაზროვან სიტყვებში ელოდნენ, ებღაუჭებოდნენ რაღაცა ტიპის იმედს და აი ისიც თქვეს მაგალითად ოჯახის წევრებმა, რომ აი წინა შემთხვევაში უკვე ზურა ჯაფარიძეს რაც დამართეს რომ ნახევრად ქურთუკის და ჩასწმელის გარეშე ადამიანი გარეთ გამოუშვეს და მსგავსი რომ არ მომხდარიყო მინიმუმ მაგის გამო იყვნენ. რა ვიცი ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს რომ რა ვიცი რაღაცა ამ კონცეფციალა რაიმე დიალოგის დაიწყო ამას საუბარი ხომ ამ დიალოგის აუცილებლობაზე და შესაძლებლობაზე თქვენ რამდენად ხედავთ ამ ძალიან გრძელ ჯაჭვში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესების, შიგნიდან იცნობთ სიტუაციას და ძალიან კარგად შეგიძლიათ საზოგადოებასაც დაანახოთ ისევ შიგნიდან რა გზა დარჩა ამ დიალოგისთვის. თქვენ როგორ ხედავთ ამ შესაძლებლობას და რა შეუძლია ამ დიალოგის რეჟიმს მოუტანოს პროცესიანობაში, რომელიც ჭიხშია შესული, ხო? დღეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ხელისუფლება ერთმანეთს აღარ ელაპარაკება, ჩვენ ვხედავთ სულ სხვა რამეს ქვეყანაში, ხო? რომელიც არც ერთ მხარისთვის არ არის მომგებიან, ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. იცით, წელიწადზე მეტია საუბრობთ იმაზე, რომ რა ვიცი, ჩემთვის არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც სხვადასხვა პუნქტებისგან შედგება. ერთი ის, რომ დღესდღეობით ამ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ამ ქვეყნის წარსულის აწყოსა და მომავლის შინაარს საფრთხე შეუქმნა და საფრთხეს უქმნის. მას ყავს პოლიტპატიმრები, ციხეებში დატყვევებული ადამიანები, რომელსაც სამართლებრივად ვერ ასაბუთებს და რა დროს არ უნდა გავიდეს, აუცილებლად დადგება ჭეშმარიტება, ეს იქნება ევროპული სასამართლო თუ სამომავლოდ ამ ქვეყანაში
ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად დადგინდება ჭეშმარიტება ამ საქმეებთან დაკავშირებით და ისინი, რა ვიცი, რეალურად მიზანმიმართულად ანგრევენ ამ ქვეყანაში განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის ყველა რაღაცა ჯერ კიდევ მაინც მყიფედ არსებულ ინსტიტუციებს. ეს არის რეალობა. თუმცა ამ რეალობის ესე საჯაროდ თქმის და სხვადასხვა რაოდენობის ადამიანების და მიუხედავად სინათლის სისწრაფით მიდიან ისინი ამ საკუთარი დანაშაულებების სწრაფ და კიდევ უფრო მეტ დანაშაულს ამატებენ, უფრო მეტიც, უფრო მეტსაც ამბობ, რომ რეალურად იმ ცვლილებებით, რომლებიც შეაქვთ კანონმდებლობაში უკვე ღიად, ანუ იმას კი არა აკეთებენ, რომ რაღაცა უკანონო დაგიჭირონ ცვლილებები შეაქვთ კანონმდებლობაში, ისინი ზუსტადვე რო იციან, ზუსტად იციან ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და რეალურად ვამბობ, რომ ეს ერთი წელია ისინი მიზანმიმართულად 28 ოქტომბრიდან მოყოლებული, ესე დეტალურად აწყობენ ესე თაროებზე საკუთარი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს. ამ რეალობას და მოცემულობას ვერაფერი ვერ შეცვლის. თუმცა, რა ვიცი, მე პერსონალურადაც და აქედანაც მივმართავ ქართული ოცნების მხარდამჭერებს თუ, რა ვიცი, იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ კიდე არსებობს რაღაცა ტიპის რესურსი ამ ადამიანებთან საუბრის. ჩვენი ხმა, ანუ გულისხმობ პროევროპული აქციის მონაწილეობის ხელისუფლებას არ ესმის ძალიან დიდი ხანია. იქნებ თქვენ მაინც დაუდოთ საზღვარი მაღვირახსნილობას, რასაც ქართული ოცნება ყოველდღიურად ესე აგურ აკეთებს, იმიტომ რომ მარტო ჩემი ოჯახის წევრები არ აგრძელებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, მათი მშობლები მინიმუმ აგრძელებენ და რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია, რომ რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია, რომ ეგეთი კითხვა მაქვს ყველასთან, ესე ცალ-ცალკე ყველა მოქალაქესთან, რომელიც რა ვიცი, ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ პროფესიულად თუ სხვადასხვა ჯგუფები ვაშენებდით. ეს არის ის რაღაცა რეალური მიზანი, რისთვისაც მივდიოდით წლების განმავლობაში. ეს არის ის მომავალი თუ პერსპექტივა, რაც გვინდოდა და გვექნა და ის წარსული, რომლებსაც გვჯეროდა. ისტორია, რა ვიცი, რაღაცა ტიპის, რავი, განათლებაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში არსებული ის რაღაცა პატარ-პატარა ძვრები, რომლებიც ხელისუფლების და ცვლილების მიუხედავად მაინც არსებობდა. ეს არის ის რეალობა, რაც გვინდოდა, რისიც გვჯეროდა და გვინდა. არის თუ არის კი ბატონო, ანუ რა ვიცი, ყველა თავად უნდა აიღოს საკუთარი პირადი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არის არ ვახყვევ თავს ამ კონკრეტულ ამბავს. კრიტიკულად დავსვათ კითხვები, ობიექტურად შევაფასოთ რეალობა, არის თუ არა ის რაზეც, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანის პროფესიული და პირადი რესურსი დაიხარჯა, რომ აქამდე მოსულიყო ეს ქვეყანა გაეძლო, გადარჩენილიყო და ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გამხდარიყო. მათ შორის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა იმ ნაწილში არ ვიცი რამდენად მათთვის იქნება მისაღები თქვენ მიმართვა ციალა აი მხარდამჭერებთან არ ვიცი, არ ვახყვევ თავს, კითხვები სოციალური დავსვათ. ქსელების რაღაც ანალიზით, რაღაც ლოგიკას გავყვებით, ხო, მათთვის პრინციპში აქეთ მხრიდან, რაღაც თქვენი მხრიდან მიუღებელი აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის შეთავაზება. ევროსასამართლოში თქვენს არჩევლზე ვისაუბროთ საჩივარზე ციალა, რას ასაჩივრებთ ამ სარჩელით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და რა მოლოდინები გაქვთ? ანუ რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში თუ ევროსასამართლო თქვენ სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას. დაახლოებით 1 წელზე ცოტა მეტის ხნი 11 იანვარს ირაკლი დგებუაძემ დამაკავა უკანონოდ. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ირაკლი დგებუაძეს კი არ დაუკავებია, არამედ ორ ბატონს, რომელსაც პირველად ნახე სასამართლოზე ეს ბატონები და თურმე დამაკავეს იმისთვის, რომ პოლიციელებს ვაყენებდეს შეურაცხყოფას, უძახოდი მონებს, ღორებს, რუსის ძაღლებს, ესე აღიქვამენ სავარაუდოდ ისინი საკუთარ მეს ამ შემთხვევაში. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სტიკერი რო დავაკარი ქვაფენილს დავაზიანე ქალაქ ბათუმის იერსახე და ეს ორი საქმეა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით წავიდა ევროპულ სასამართლოში და ცოტათი მრცხვენია კიდეც ამაზე რომ საუბრობ, იმიტომ რომ იმდენად
ბევრი მათ შორის სისხლის სამართლის საქმეებია ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ფონზე თუმცა ვფიქრობ რომ ამ ამბავს მოყვა შემდგომ ძალიან ბევრი იმ დღეს 10-მდე ადამიანი მეორე დღეს კიდე 10-მდე ადამიანი 20 ადამიანი დაიჭირეს სულ 11-12 იანვარს და ყველას ერთი და იგივე ის ჰქონდა ადმინისტრაციულ ოქმში ეწერა რომ თურმე ყველამ ერთი და იგივე ამ სამი ფრაზით მიუმართეთ ამ კონკრეტულ ნაწილში მათ შორის მზიას შემთხვევაშიც იყო ხო სტიკერის გაკვრის გამო იგივე იყო მზიას შემთხვევაშიც და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ის ამბავი რომ არა მხოლოდ ჩემი სიმართლე რომლისაც რა ვიცი ლაპარაკობ და იმიტომ რომ მე მჯერა ამის და დარწმუნებული ვარ ვინც მიცნობს ყველას ჯერა ამ სიმართლის მაგრამ მინდა რომ ეს იყოს სამართლებრივად დასაბუთებულიც იმიტომ რომ რაღაცა ტიპის სამართლებრივი ბაზა იმისა რომ რასაც ვლაპარაკობთ რომ ეს არის ხელისუფლება რომელსაც ორკესტრირებულად ემსახურება პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამწუხაროდ სასამართლოც ამის სამართლებრივი ის გქონდეს სასამართლოები იყო ძალიან ისეთი დამთრგუნველი ჩემთვის იმიტომ რომ აი როდესაც მაგალითად ვუყურებ სინდისის პატიმრების ან უკვე ვეღარც ვუყურებთ გვესმის ან მკითხულობთ მათ ამბებს მე მჯერა რომ მათი სიმართლე არის ის მონაყოლი, რასაც ყვებიან სიმართლე და ესე შემდეგ. თუმცა სხვა ამბავი ყოფილა, როდესაც შენ უშუალოდ გეხება ამბავი, შენ ნახე ყველა დეტალი და შემიძლია აი რა ვიცი დავიფიცო ყველა სამართლებრივი რელიგიური თუ სხვა ტიპის ფიცით რომ ჩემს სასამართლოზე ცრუ მოწმე პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოყოლილი ყველა წინადადება თუ ამბავი ყველაფერი იყო ტყუილი აი კარის გაღებიდან დაწყებული ყველაფერი ანუ ეს იყო სასოწარკვეთის თუ რა ვიცი რაღაცა ამბავი რომ შენ იმ ადგილას, სადაც გასწავლიდნენ, რომ უნდა იზეიმოს სიმართლემ და ჭეშმარიტებამ, ამ დროს ადამიანები, ზრდასრული ადამიანები, რომელსაც ქვია სამართალდამცავები, დგანან და ყვებიან ტყუილს იმისთვის, რომ მოძალადე ნაძირალა ირაკლი დგებუაძის არასწორი ქმედება გააპრავონ მათენაზე ვიტყვი კი, აი კი, რა ვიცი, მე ვნახე მის მიერ ნაცემი დაკავებული ადამიანი და ვინც რა ვიცი თუ ვინმე ფიქრობს რომ ამ ფაქტს ნაძირლობა არ ქვია კი ბატონო მოიხდი ბოდიში კარგი დასკვნების გაკეთება შეიძლებოდა იგივე მზიას სასამართლო პროცესებზე რომელიც ირაკლი დგებუაძესთან შემხებლობაში იყო რა თქმა უნდა პირველ რიგში მადლობა ციალ მადლობა ხო რა ვიცი ვისურვებდი რომ ჩვენი ეს რაღაცა ისტორიის ეს ნაწილი თუ რაც ქვია არ დაიხუროს ისე როგორც რა ვიცი ცოტა ისე ვიტყვი აი კოლაუ ნადირაძემ რო დაწერა ის ფრაზა ისე არ მინდა რომ დასრულდეს ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყანაში რომ აი რა ვიცი დუმდა სიონი და დუმდა ხალხი იმიტომ რომ ეს ამბავი არ მინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განმეორდეს თუმცა საშიშროება მართლა რეალურია არ ამგონია რომ ისეთი ვითარება და მოცემულობა გქონდეს რომელსაც აღწერდა კოლაუ ნადირაძე არ მინდა დავიჯერო მადლობა თქვენ იმისათვის რომ მიყავით ჩვენთან ერთად გვიზიარებდით საკუთარ მოსაზრებებს ციალა ქათამიძე პასუხობდა სტუდიაში ჩემს კითხვებს სანამ საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტისგან დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ელოდებოდა მმართველ გუნდში აქცენტებს სამართლებრივ ჩარჩოებსა და პროცედურულ სისწორეზე აკეთებენ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით შეწყალება არ არის მექანიკური აქტი და ის არ უნდა გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგი მძევალი მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება მით უმეტეს ისეთ რეზონანსულ საქმეებზე როგორც სიამაყლობელის და სხვა მსჯავრდებულების საკითხია საჭიროებს მისეულ შესწავლას. მათი თქმით, გაჭიანურებული პროცესი არაპოლიტიკური ვაჭრობა, არამედ სამართლებრივი ფილტრია, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი კითხვის ნიშანი მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში. უმრავლესობის წევრები ასევე მიუთითებენ პრეზიდენტის ექსკლუზიურ პასუხისმგებლობაზე და აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია ინსტიტუციური ზეწოლა მის მიმართ. მათი რიტორიკით სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ემოციურმა ფონმა და ქუჩის აქციებმა არ უნდა დააჩქაროს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის პარგლებში უნდა იქნას მიღებული. სპეკულაცია ადამიანების ბედით არის ყველაზე დიდი არახუმანურობა. პრეზიდენტმა თქვა, რომ მე ნათლისღებას გამოვცემ შეწყალების აქტს.
ნათლისღებას გამოიცა შეწყალების აქტი 19 იანვარს, 20 იანვარს დილიდან დაიწყება შეწყალებულ პირთა განთავისუფლება. რა არის ამაში, ასე თქვა, დაუძლეველი ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება. შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, შეიძლება დოკუმენტაცია იყო კიდევ დამატებით მოსაძიებელი. თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, რომელი ისინი შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა იმათ, რომ 1-2 საათით ან 3 ან 5 საათით გვიან გამოცემულიყო ეს. რას უკავშირდებოდა ნათლისღებას ეს აგორებული კამპანია? ერთია, რომ მათ უკვე იმედი გადაეწურათ, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიან დამნაშავეებს და მეორე, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია თითქოს სიბრალული ამ პატიმრების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ ჯერზე არ აღიარებენ საკუთარ ბრალს და ვიცით, რომ მათი შეწყალების იქნება თუ გამოსვლის შემდგომაც ისინი არ ვართ გადაზღვეული საზოგადოება, რომ ისინი ნაკლებ რადიკალურები გახდებიან. ამიტომ შეწყალების აქტი არის ორმხრივი. ერთია მხარე, ვინც ითხოვს შეწყალებას და ვიცით, რომ პროცედურულად პატიმრები წერენ წერილს პრეზიდენტის სახელზე, რომ იყვნენ შეწყალებული და პრეზიდენტი იწყალებს. ამიტომ ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არსებობდა, ისინი მათ არ სურთ შეწყალება და არც მათი ოჯახის წევრებს და მეორე მხარე პრეზიდენტს რაც შეეხება მისი ყველა შეწყალების აქტი უკავშირდება იმას, რომ უნდა იყოს ნაკლებ საშიში დანაშაულების მიხედვით შეწყალებული ადამიანები და შეწყალებული ადამიანები არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ქართული ოცნების მიერ დაწესებული აკრძალვების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებით ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა გაასაჩივრა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებული არაერთი ნორმა, რომლებიც მისი შეფასებით კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს. მათ შორისაა სახის ნიღბით ან ნებისმიერ სხვა საშუალებით დაფარვის, ბლანკეტურად დააკრძალვა ომბუდსმენის აპარატის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. საქართველოში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გარემო მუდმივი დინამიკისა და რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გადაკვეთის წერტილია. პოლიტიკური დღის წესრიგი კვლავ დაყოფილია ორ მთავარ ხაზად. ერთ მხარესაა მმართველი გუნდი, რომელიც აქცენტს სამართლებრივ სტაბილურობასა და პროცედურულ თანმიმდევრულობაზე აკეთებს, ხოლო მეორე მხარეს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური სპექტრი, რომლებიც უფრო სწრაფი ჰუმანიტარული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე საუბრობენ, მაშინ როცა ხელისუფლების არალეგიტიმურობას უსვამენ ხაზს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ცალკეული შემთხვევები დიდი პოლიტიკური დებატის საგანი, ის რაც ერთი მხარისთვის კანონის უზენაესობაა, მეორისთვის შესაძლოა ბიუროკრატიული გაჭიანურება ან პოლიტიკური ნების არარსებობა იყოს. გადაცემის ამ ბლოგში შევეცდებით ემოციების მიღმა, დავინახოთ რეალური სურათი, რა ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკაში და რა გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესები ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე. კონსტიტუციონალისტი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ვახტანგ, თქვენთანაც იმ მოლოდინზე საუბრით დავიწყებ, რომელიც გუშინ გაჩნდა შეწყალებასთან დაკავშირებით, რეალურად რა პროცესს ვადევნებდით გუშინ და დღეს თვალს და რა მივიღეთ ამ პროცესიდან გამომდინარე? მოდი ასე ვთქვათ, მოლოდინი გააჩნდა არა გუშინ, არამედ საკმაოდ ადრე და ეს მოლოდინი გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებმა, თავად პრეზიდენტმაც ისეთი ორაზროვანი კითხვები და პასუხები დასცეს ამ შეწყალების თაობაზე, როდესაც ლაპარაკობდა პრეზიდენტი იმაზე, რომ ნათლისღებას იქნებოდა შეწყალება და არა საშობო, რომ გააჩინა იმედი, რომ თითქოს ლაპარაკი უნდა ყოფილიყო სინდისის პატიმრების, მინიმუმ სინდისის პატიმრების შეწყალებაზე. აი ამიტომაც გაჩნდა ეს მოლოდინი და აქ ესეთი მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მთელი საზოგადოება და მთელი ეს ამ ხნის განმავლობაში საპროტესტო აქციები თითქოს ქმნიდნენ
იმის გარემოს, იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გარემოს, რომ შეწყალების აქტი ყოფილიყო გამოცემული პრეზიდენტის მიმართ, სწორედ სინდისის პატიმრები აქვს ხელობაში და არა სხვა რომელიმე დაუშვათ კრიმინალური დამნაშავე ან კრიმინალური დანაშაულის ჩამდენი პირები, იმიტომ რომ გასაგებია პატიმარია, მაგრამ საზოგადოების ინტერესი აი სწორედ ამ ხალხზე კონცენტრირდებოდა. გასაგები იყო ისიც, რომ დაუშვათ სინდისის პატიმრები არაპირებდნენ მონანიებას, არაპირებდნენ შეწყალების თონას, მაგრამ აქ გამოიკვეთებოდა ხელისუფლების როლი. გაბედავდა კი ხელისუფლება და გაათავისუფლებდა ამ გადაწყვეტილებას მათი გათავისუფლების შესახებ, თუ ვერ გაბედავდა ამას და დატოვებდა ისე, როგორც არის. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ის რაც გუშინ მოხდა შეწყალების აქტთან დაკავშირებით, არ ყოფილა ჰუმანური აქტი, იმიტომ რომ ეს უფრო იყო პოლიტიკური აქტი და არა ჰუმანური აქტი და ხელისუფლებაც მათ ეს გადაწყვიტა როგორც პოლიტიკური და არა როგორც ჰუმანური აქტი და ყველაფერი დატოვა ისე, როგორც მიაჩნდა სწორად და პოლიტიკურად გამართლებლად. კი ბატონო, მაგრამ ბატონ ვახტანგ, უმრავლესობა ხშირად მიუთითებს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე და ამბობს, რომ მასზე ზეწოლა დაუშვებელია. ისინი აღიქვამენ ამ პროცესს, როგორც პრეზიდენტზე ზეწოლას. არსებულ პოლარიზებულ გარემოში რამდენად აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმის ავტონომია ამ განცხადებების ფონზე, რომ მართველი გუნდის რიტორიკის საპირისპიროდ დამოუკიდებელი და ჰუმანური გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის პროტესტის დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ამ პროცესის პარალელურად დღეს პოლიტიკური განცხადებები რაც გვესმის, რაღაც პროკურორების რანგში წარმოგვიდგებიან ხოლმე პროკურორები, ისა პოლიტიკოსები ხშირად და საუბრობენ დანაშაულების სიმძიმეზე, მაშინ როდესაც სასამართლო პროცესები ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის დასრულებული. აი ამ ფონზე ეს ორი რაღაც როგორ შეიძლება ავწონოთ და შევაფასოთ. იცით რაშია საქმე, რომ ხელისუფლება სწორად პოლიტიკური თვალსაზრისით ლაპარაკობს და აფასებს იმას, თუ რამდენად არის ეს ჰუმანური აქტია თუ არის პოლიტიკური აქტი. სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე ხდება შეფასებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. ეხლა პრეზიდენტმა იღებს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ის ვინც აწერს ხელს ის პასუხისმგებლობას, თუმცა გადაწყვეტილება ჩვენ თუ რეალობიდან ამოვალთ, გადაწყვეტილება რომ ახლა ყაველაშვილს არ მიუღია, ეს გასაგებია და ვერც მიიღებდა. ამიტომაც გაჭიანურდა თავისთავად ამ აქტის გამოქვეყნება და მივიღეთ საბოლოოდ რომ დღის ბოლოს ითქვა რომ აქტი არის მიღებული და დასახელდა რაოდენობა და დღეს დაიწყება პროცესი ამ ხალხის გათავისუფლების. ასე რომ აქ არ ვიცი სიახლეს და მოულოდნელობა რატომ იყო, ეს უბრალოდ არ მესმის. გონის ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, ბატონ ვახტანგ, იქნებ თქვენი გამოსახულებაც სუდად ჩანდა და იქნებ გაასწოროთ ვიდრე შემდეგ კითხვას დაგისვამთ. თქვენი დაკვირვებით აქვე კითხავთ, ბარემ საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი მკვეთრად არის გაყოფილი, ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს ყოველდღიურად. ემხარეს სამართლებრივი სტაბილურობის ლოზუნგია ხელისუფლების, მეორე მხარეს კი ხელისუფლების არალეგიტიმურობა სამოქალაქო სექტორისგან და ოპოზიციისგან ხშირად გვესმის ეს ფრაზაც, ხო? და შესაბამისი მიდგომებიც. სად გადის ზღვარი ამ ორ რადიკალურ პოზიციას შორის და არსებობს თუ არა საერთოდ კონსენსუსის წერტილი რაღაც წერტილები ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, ამდენად ხედავ დიალოგის ან რაღაც ფორმით ამ რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას ამ ყველაფრის ფონზე. იცით რაშია საქმე, რომ ნებისმიერი პროტესტი არის ზეწოლა.
პროტესტის ზეწოლა ნებისმიერ ქვეყანაში ეს პრეზიდენტზე იქნება, პარლამენტზე იქნება, ზოგადად ხელისუფლება. ეს არის ფორმა და ახლა ლაპარაკი იმაზე რომ ზეწოლა არ უნდა გახორციელდეს, მაშინ პროტესტი არ უნდა იყოს. პროტესტის სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხდება გარკვეული ზეწოლა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვს რაღაცას. მუშაობს ეს ზეწოლა პროტესტის ფორმით ბატონ ვახტანგ ხელისუფლებაზე? აბა სხვაგვარად როგორ უნდა განახორციელოს პროტესტი? თუ პროტესტია, ხო რაღაცას აპროტესტებ და რაღაცას ითხოვ. კი. ყველა ქვეყანაში ხელისუფლება რამდენად ითვალისწინებს ამ მოთხოვნებს, ეგ არის ალბათ მთავარი, რამდენად ხელისუფლებაზე იქონია გავლენა ამ პროტესტმა? ხო, ეგ სხვა თემაა, ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ჰუმანური აქტი, მაშინ სხვა ჭრილში უექნებოდა ლაპარაკი. კი ბატონო. მაგრამ რახან ეს ჰუმანური აქტი კი არა, პოლიტიკური აქტი იყო. მაშინ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე. და პოლიტიკაზე ლაპარაკი ნიშნავს იმას, თუ რამდენად აძლევდა ხელს დღეს ხელისუფლებას ამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება. რას მოუტანს პოლიტიკურად მისთვის იქნება მომგებიანი თუ იქნება წამგებიანი. და როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისთვის იქნებოდა წამგებიანი, თუ დღეს პრეზიდენტი შეიწყალებდა ამ სინდისის პატიმრებს. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება იმას, რომ დიალოგი დღესდღეობით ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის. ხელისუფლება პირიქით ყველა დონეზე, ყველა პროპაგანდის საშუალებებით, რაც მას გააჩნია, ცდილობს იმას, რომ ოპოზიციას კი არ დაელაპარაკოს, ოპოზიციის და მიმართ განახორციელოს რეპრესიები და ეხლა სანამ ეს ამ პოლიტიკას არ შეცვლის ხელისუფლება, მანამ როგორ უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას არ მესმის. მაშინ უნდა აიძულო. და ხელისუფლებას რომ აიძულო, ამის მაპატიებდა თავი ჯერჯერობით პოლიტიკურ ოპოზიციას არ გააჩნია. ხო, ნუ ოპოზიციაში არ არის ცლად დაალაგებულად სიტუაცია, ჩვენ ყველანი ვხედავთ, გვისაუბრია კიდევაც ამ ეთერში ამ ამბებთან დაკავშირებით. ბატონ ვახტანგ, სახალ ბევრი კითხვა მაქვს და მინდა რომ მოვასწრო თქვენთან საუბარი ჩვენი დროის ფარგლებში. ბატონ ვახტანგ, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა აკრძალვების შეკრებების შესახებ, მათ შორის სახის დაფარვისა და უალტერნატივო პატიმრობის ნორმები. თქვენი აზრით, რამდენად არსებობს დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში იმის რესურსი, რომ ეს ნორმები არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი და რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება საპროტესტო მუხზე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ თქვენს ანალიზში ახლა ჩვენს ეთერში. იცით რაშია საქმე, რომ ეს შესწორებები, რაც სახალხო დამცველმა გააპროტესტა საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ და დღევანდელმა პარლამენტმა მიიღო, ხო? ბოლოს იქამდედაც მივიდა, რომ ქუჩაში დგომა აკრძალული ფაქტიურად, ხო? ასე რომ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებამ რაღაც შეცდა ან რაღაც ვერ გაითვალისწინა, ჩემი აზრით არის სრულიად არალოგიკური. ამაზე ვლაპარაკობდი, რომ ხელისუფლება პირიქით ღებულობს ისეთ კანონებს და ისე მიყავს პოლიტიკური პროცესი, რომ რეპრესიების აძლიერებს და არა დიალოგისკენ კი არა, რეპრესიებისკენ მიდის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოში უმრავლესობა 9 წევრიდან 6 ფაქტიურად იმას აკეთებს, რასაც ხელისუფლება მოინდომებს და მოიწადინებს და ეს უბრალოდ საინტერესო იქნება თუ აუშვათ სახალხო დამცველის მიერ გაპროტესტებული კანონები საკონსტიტუციო სასამართლომ ასე ვთქვათ მიიღო და დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ რა ხელისუფლებამ რაღაცა დათმობა არ მინდა ვთქვა, მაგრამ რეალობას უბრუნდება. დაუშვათ და უკვე შესაძლებელი შეიძლება გახდეს ლაპარაკი ხელისუფლებასთან, დიალოგის გამართვა. მაგრამ
რა მე ეჭვება რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის მოთხოვნა გაითვალისწინოს და მისი სარჩელი დააკმაყოფილოს. გასაგებია. მადლობა ბატონ ვახტანგ. მადლობა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ზაბირაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ვაგრძელებთ გადაცემას და მის დასკვნით ნაწილში უნდა შევეხოთ თემას, რომელმაც დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე ამბები რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად გადაფარა ირანი, სადაც ადამიანებისა პროტესტის ქუჩაში გამოხატვის გამო ჯერ დახვრიტეს, ხოლო მოგვიანებით მათი ცხეძრები არც ისე მცირე გამოსასყიდით თანხის სანაცვლოდ გადასცეს ოჯახებს. ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ის რაც ვიცით და რა ინფორმაცია ჩვენამდე აღწევს ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში ისაა, რომ მოკლული ათასობით ადამიანი ამის მიუხედავად ლოკალური პროტესტი ისევ არსებობს რიგ პროვინციებში. ირანში პროტესტი წინა პერიოდშიც გვინახავს, თუმცა ახლა ისმის მთავარი კითხვა თუ რატომ არის ახლანდელი საპროტესტო აქციები განსხვავებული. 2026 წელს ირანული საზოგადოება აღარ იბრძვის მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, ყოფითი პრობლემების გამო დაწყებული პროტესტი მალევე გადაიზარდა ბრძოლად ღირსებისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სისტემა პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლსასროლი იარაღით კლავს საკუთარ მოქალაქეებს, ის კარგავს ლეგიტიმაციის ბოლო ნამცეცსაც საკუთარი კონსერვატიული ამომრჩევლის თვალშიც კი მიაჩნიათ ექსპერტებს. აქამდე ირანი ახერხებდა იზოლაციაში გადარჩენას, თუმცა დღეს პოლიტიკური რეალიები რადიკალურად შეცვლილია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ირანი წლების განმავლობაში იყო რეგიონული არასტაბილურობის ექსპორტიორი, დღეს როდესაც რეჟიმი შიდა არეულობითაა დაკავებული, მისი გავლენები ლიბანში, სირიასა და იემენში საგრძნობლად მცირდება, ეს ქმნის ძალთა ახალ ბალანსს მთლიანად ახლო აღმოსავლეთში და ბუნებრივია აუცილებლად მოუწევს რეჟიმს შეგუება ახალ საერთაშორისო რეალობასთან. ერფან სოლთანის საქმემ, რომლის სიკვდილით დაასჯაც საერთაშორისო პროტესტის ფონზე შეჩერდა, აჩვენა, რომ რეჟიმი მგრძნობიარე გახდა გარეწნეხის მიმართ, ამასთან ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თეირანის რესურსები ამოწურვის პირასაა. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე, რა გავლენა აქვს ამ ყევებს ჩვენს რეგიონზე, კავკასიაზე. კავკასია ყოველთვის იყო გზაჯვარედინი, სადაც ირანის, რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს. ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქურთები ცხოვრობენ, პროტესტი განსაკუთრებით მწვავეა. ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში პირდაპირ ახდენს გავლენას კავკასიაზე, თვლიან ანალიტიკოსები. ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ ტოლვილთა ახალი ნაკადი და არა მარტო ირანი არის მთავარი რგოლი ჩრდილოეთ სამხრეთ სატრანზიტო პროექტშიც, მისი პარალიზება ნიშნავს რეგიონული ეკონომიკური პროექტების გადახედვას. საქართველოს როგორც ალტერნატიული შუა დერეფნის ნაწილი ამოცემულობაში კიდევ უფრო დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, თუმცა ამავდროულად იზრდება პასუხისმგებლობაც მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. გადაცემის ამ ნაწილში შევეცდებით გავაანალიზოთ, რამდენად მზად არის საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის ჩვენი რეგიონი თუ ირანში იგივე პროცესები გაგრძელდება. უფრო მეც ამ თემას ჩვენი სტუმრისგან მოვისმენთ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი უპასუხებს ჩემს კითხვებს. ბატონ ზურაბ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, ბატონ ზურაბ, ირანში პროტესტი ადრეც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა წლევანდელი ტალღა თითქოს ყველაფრისგან განსხვავებულია. რეჟიმი უკვე საკუთარი მოქალაქეების სხედრებით ვაჭრობს პირდაპირ მნიშვნელობით, ოღონდაც თქვენი აზრით არის თუ არა ეს ირანული თეოკრატიის დასასრულის დასაწყისი, როგორც მონოლოგში აღნიშნა და თუ რეჟიმს თქვენი დაკვირვებით ასევე შერჩა თუ არა, ან აქვს თუ არა რაიმე ტიპის რესურსი, რომ ეგრეთ წოდებული რკინის ხელით შეინარჩუნოს ძალაუფლება იმ პროცესების შემდეგ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც ჯერ არ ჩამცხრალა პრინციპში. ირანში გამოსვლები ახალი ხილი არ არის, ეს ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ახლა რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი აქვს. პირველ რიგში და მსგავსებაც არის, იმიტომ რომ მასიური გამოსვლებია, ხალხი ქუჩაში გამოდის, მერე მსხვერპლი არის და ასე შემოქმედებებს ითხოვენ და ასე შემდეგ, მაგრამ არის ახლა რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი. პირველი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ გამოვიდა პროტესტი დაიწყოს მცირე და საშუალო ბიზნესმა, იმიტომ რომ ბაზარში მოხდა პირველი პროტესტი, ხო და ამას მერე მთელი ქვეყანა. მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ შახის ფაქტორი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, ადრე შახზე ძალიან უარყოფით დამოკიდებულება ჰქონდა შახის მიმართ, თავად პროტესტანტებს წინა წლებში მომსხდელობაში. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ
ახლა გარე განზომილება აქვს ამას. ადრე მხოლოდ შიდა განზომილება ქონდა და პროტესტები ჩაახშეს ირანში მაშინ. ახლა აქ გარე განზომილება. რა არის ეს გარე განზომილება? ეს არის პირველ რიგში შეერთებული შტატები, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ მის ხელმძღვანელობა რომ ჩაერევა ამ ბავშვი და ახლა ვხედავთ, რომ უამრავი სამხედრო რა ვიცი ტექნიკა მიედინება ესე პირდაპირ მდინარესავით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში არ ხუმრობს და მით უმეტეს წინ გვაქვს ვენესუელას მაგალითი. და მეორე, ეს არის ირან-ისრაელის ომის 12-დღიანი ომის შემთხვევა, როდესაც ისრაელი ჩაერია პირდაპირ და ბოლოში ამერიკელები ჩაერივნენ და სამხედრო თვალსაზრისით მოხდა ჩარევა. მაგრამ ახლა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. ეს არის ის, რომ რამდენად შეძლებს შიდა პროტესტის სიტუაციის გადატეხას ან ვერ გადატეხოს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში თუ შეიარაღებული უმცირესობა, რომელსაც შეიძლება მიტაცებული ქონდეს ხელისუფლებას, შეიძლება არ ქონდეს, ახშობს უმრავლესობის ნებას და ეს არა მხოლოდ ირანს ეხება, ეს ეხება საქართველოსაც მაგალითად, როდესაც ხელისუფლება მიტაცებულია ოლიგარქიის მიერ და ამ შემთხვევაში ხალხის უმრავლესობა, რომელიც არის ევროპული ორიენტაციის, ვერ ახდენს საკუთარი თავის და საკუთარი პოზიციის ასე ვთქვათ, ხელისუფლებისთვის მიტანას და მისთვის წართმეული აქვს ხელისუფლებას ძალაუფლება. აი ამ შემთხვევაში, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ხდება ხალხის ნების გადატეხვა, ეს ყოველთვის იწვევს ხოლმე აი ასეთი სიტუაციების შექმნას. ახლა რაც შეეხება ვენესუელას მაგალითი, ხო, ვენესუელას მაგალითი ირანის შემთხვევაში ვერ გამეორდება, ირანი დიდი ქვეყანა არის და ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება ადვილად ვერ მოხერხდება და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაიტანეს სამხედრო ოპერაცია რამდენიმე დღით, იმიტომ რომ პრეზიდენტს ტრამპს სურს საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მისი ოპერაცია იქნება წარმატებული და ეს არ იქნება მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის. რა მაქვს აქ მხედველობაში? გამომდინარე იქიდან, რომ ირანი არის ტერიტორიულადაც და მოსახლეობის თვალსაზრისითაც დიდი ქვეყანა, აქ ვერ მოხერხდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში სიტუაციის გარდატეხვა, მათ შორის შემთხვევაში. ეს არის საჰაერო კომპონენტი, არავინ არ ფიქრობს და არავინ არ მოელის, რომ აქ ეხლა ტანკები შეუტევენ ირანს, სახმელეთო ოპერაცია იქნება და ასე შემდეგ. ეს არ იქნება. მაქსიმუმი ეს იყოს საჰაერო შეტევა, რომელიც განხორციელდება და ამას გვაჩვენებს ირან-ისრაელის ომის 12-დღიანი ომის მაგალითი, როდესაც შეტევა იყო მიტანილი სამხედრო ობიექტებზე, სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე და შესაძლოა ეკონომიკურ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებზე. ეს ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ შეხედავენ სიტუაციას, იმიტომ რომ ბოლომდე არ სურთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ ირანის ეკონომიკა საბოლოოდ ჩამოაქციონ და ქვისხანაში გადაისროლონ ეს ქვეყანა. იმიტომ რომ მე ეს შეუქცევადი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს. თქვენ ახსენეთ მაგალითად ის რომ შეიძლება ლტოლვილთა ნაკადები შეიქმნას. ეს ამაზე აუცილებლად უნდა კითხოთ, მათ შორის კავკასიის რეგიონი, ჩვენ მათ შორის ვართ პოტენციური ერთგვარი რაღაც ამ მოვლენების ნაწილი შეიძლება გავხდეთ იმ შემთხვევაში თუ იგივე პროცესები გაგრძელდება ირანში, ხო, თუნდაც ლტოლვილების ნაწილში. ამ პროცესებს როგორ უყურებ და მე უკვე სხვა თემებზეც უნდა კითხოთ ირანთან მიმართებაში. რა საფრთხეები არსებობს კავკასიისთვის, საქართველოსთვის იქნება აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, მათ შორის ჩრდილოეთ პროვინციებიდან გამომდინარე. ყველაზე ცუდ ვარიანტში და ქვეყანა ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი გათვალოს და მოემზადოს ამისთვის, ყველაზე ცუდ ვარიანტში შეიძლება შეიქმნას ისეთი ეკონომიკური
თუ ჰუმანიტარული სიტუაცია, ან დაბომბების და ეკონომიკური გაჭირვებების დროს და ეკონომიკურმა გაჭირვებამ გამოიწვია ხალხის გამოსვლა ხო კუჩებში. დიახ. ესეთი სიტუაციის შექმნა გამოიწვიოს, რომ ტოლვილთა მასები წარმოიქმნას. ახლა 90 მილიონიან ქვეყანაში წარმოიდგინეთ თქვენ, რომ 3% რო წავიდეს ტოლვილად, ეს უკვე თითქმის 3 მილიონი ადამიანია, ხო? საიწავა ეს 3 მილიონი ადამიანი, 3 მილიონი ადამიანი არ წავა ავღანეთში, სადაც კიდევ უფრო რთული სიტუაციაა და ავღანელი ტოლვილები თვითონ ირანში არიან გამოქცეული. ისინი არ წავლენ პაკისტანში. ქვევით ზღვა არის, ხო? ერაყი არის კიდე, რომელშიც ასევე ცუდი სიტუაციაა. საით შეიძლება წავიდეს, ხო? ბუნებრივად, გეოგრაფიას თუ შევხედავთ, რუკას თუ დავხედავთ, ხო? ძალზედ მარტივი არის ამის პროგნოზირება. მაგრამ აქ პრობლემა არის შემდეგში. საქართველოში უკვე დიდი ხანია გაუქმებულია ეროვნული უშიშროების საბჭო, უსაფრთხოების საბჭო, როგორც გინდათ ისე უწოდეთ. აღარ არსებობს ქვეყანაში, იმის გამო რომ მიტაცებული არის ხელისუფლება, აღარ არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. რა არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი? ეს არის ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა, როგორ უნდა მოიქცეს მისი შესაბამისი ორგანოები, ეს ყველაფერი ახლა გაუქმებულია, ეს ყველაფერი აღარ არსებობს. და ეს წინასწარ უნდა იყოს მომზადებული ქვეყანა ამისთვის. მაგალითად, მოგადგა რამდენიმე მილიონი ესა რა ქვია, ირანელი საზღვარზე, რა უნდა გააკეთო? ვინმე არის ამის თაობაზე მომზადებული, რომელიმე უწყებას აქვს ამის შესახებ, რაიმე ინსტრუქცია არ აქვს, ხო? ბოლო წუთს ამაზე ფიქრი, ბოლო წუთს ამაზე მერე მსჯელობა ძალზე დაგვიანებულია ხოლმე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. ამისთვის არის საჭირო ის რომ ქვეყანაში არ იყოს ძალაუფლება მიტაცებული და ამაზე ვსაუბრობთ. ამისთვის გვჭირდება რომ ჩვენ გქონდეს ქვეყანა და არა იმისთვის რომ იქ რაღაც დღეს ამერიკას ვაგინოთ, ხვალ ევროპას ვაგინოთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ირანი წლების განმავლობაში ბატონ ზურაბ იყო რეგიონული არასტაბილურობის ექსპორტიორი ახლო აღმოსავლეთში და ვიცით ეს პროცესები, ხო? დღეს, როდესაც თეირანში და ფრონტზე უწევს ბრძოლა რეალურად, ხო? ხედავთ მისი გავლენის შესუსტებას მაგალითად ლიბანში, სირიასა და იემენში დღემდე დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ საერთაშორისო პრესა ამ მიმართულებით რაც შეიძლებოდა მომეპოვებინა და წამეკითხა და რაღაც წარმოდგენად შემექმნა ამასთან დაკავშირებით. თქვენ რამდენად ხედავთ, როგორ ხედავთ, რამდენად ცვლის ეს ძალთა ბალანს რეგიონში და ხომ არ შეივსება ეს გამოთავისუფლებული ვაკუუმი სხვა რადიკალური ძალებით? დგას თუ არა ამის საშიშროება რეალურად ახლა? რადიკალური ძალებით წინ წამოწევა ყოველთვის არის საფრთხე და ეს ყოველთვის იარსებებს ახლო აღმოსავლეთში, სადაც არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, სადაც არსებობს დიქტატურები და ჩვენ გვაქვს მაგალითად სირიაში როგორ გამithარდა მოვლენები. არ უნდა ველოდოთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ხვალ იქნება 64 და ლიბერალური დემოკრატია დამკვიდრდება, იმიტომ რომ ამ საზოგადოებებს სამწუხაროდ არ აქვს ასეთი გამოცდილება და არ არსებობს მექანიზმი, რომ არჩევნების გზით მაგალითად შეცვალონ ხელისუფლება. სადაც არჩევნები არ არსებობს, სადაც არჩევნები დაუქმებულია, ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ არის კასრი ასაფეთქებელი ნივთიერებების სავსე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. ასე რომ რადიკალიზმის საფრთხე ყოველთვის არსებობს ახლო აღმოსავლეთში, სამწუხაროდ კიდევ იარსებებს, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. რეალობა არის ასეთი ახლო აღმოსავლეთში. კი ბატონო. და ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, რეალურად ახლა ამ ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე პროცესებიდან, დაკვირვებიდან გამომდინარე, ბატონ ზურაბ, რა შეიძლება ახლა იყოს იგივე დასავლეთის, იგივე შეერთებული შტატების ყველაზე კარგი დახმარება ირანისთვის, ირანელი ხალხისთვის იქნება ეს სანქციები, დაუშვათ სანქციების ფორმატი, რა იმუშავებს ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურად ამის გარკვევას ვცდილობ თუ პირდაპირ მხარდაჭერა ირანელი ხალხისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ პროტესტს გამოხატავს და ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, ხო, ჩვენ ნახეთ ის კადრები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია 100,000-ობითაა ასეთი ადამიანის რიცხვი ამ ქვეყანაში, ხო? რეალურად ახლა რაზე შეიძლება დაშენდეს პროტესტის შემდგომი გაგრძელება და ამერიკის და დასავლეთის რეაქციიდან, ზოგადად დასავლეთის რეაქციიდან გამომდინარე, რამდენად რეალისტური ჩანს
ის დახმარების აღმოჩენა ამ მოცემულ სიტუაციაში ტრამპის განცხადებების შემდეგ. მე ვერ ვიქნები რჩეველი ვერავისი მათ მით უმეტეს შეერთებული შტატების თუ როგორ ამის უფლება არავის არ აქვს, მაგრამ მე მაინც გონია, რომ ეხლა სანქციები ახსენეთ და სამხედრო ჩარევა, ხო? სანქციები უკვე 10 წლების განმავლობაში არსებობს. სანქციებმა გამოიწვია ის, რომ ის ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში ქმნის პროტესტს, იმიტომ რომ ქვეყანა ნავთობის და გაზის მარაგებზე ცხოვრობს პირდაპირ გაგებით უამრავი ნავთობი და გაზი, მაგრამ ვერ ახდენენ ამის რეალიზაციას და ქვეყანა ფაქტიურად შიმშილობს იმ მდგომარეობის გამო, რასაც სანქციები ქვია. სანქციები ძალიან მკაცრი არის ირანის მიმართ. ფაქტიურად მას ეკრძალება ვაჭრობა გარესამყაროსთან და 21 საუკუნეში ეს შეუძლებელია. რაც შეეხება სამხედრო ჩარევას სრულიად მოსალოდნელი არის. ეხლა თუ შევხედავთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, მათ შორის ის, რომ ხელისუფლება ირანში შესაძლოა და ასე შემდეგ, და თუ შევხედავთ, როგორ მოძრაობს სამხედრო ტექნიკა, ამ შემთხვევაში ეს არის ავიამზიდები, სამხედრო საჰაერო გამანადგურებლები, რომლებიც რეგიონში წერანაც ვახსენეთ, დინარესავით მიედინება, ძალზე დიდია იმისი ალბათობა, რომ სამხედრო ჩარევა მოხდეს. აქ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მინდა რაღაც პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ბევრი ინდიკატორია იმისა, რომ ეს შეიძლება მოხდეს. თვითონ მიდგომები რამდენად ირანის ხელისუფლებამ შეიძლება რეჟიმმა შეცვალოს, ჩვენ ვნახეთ, მაგალითად საერთაშორისო ზეწოლის ფონზე სიკვდილით დასჯის გაუქმებული აქტი, რომელსაც ელოდებოდა მთელი მსოფლიო, ხო, განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა ადამიანის მამაკაცის სიკვდილით შესაძლო დასჯასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ესეთი ატაცებული ქონდა საზოგადოებას ძალიან აქტიურად, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ვებგვერდებს თუ გადავხედავთ, მსგავსი დასჯის ობიექტი გახდა არაერთი ახალგაზრდა ქალები, მათ შორის არასრულწლოვნები და ასე შემდეგ. რამდენად შეიძლება ირანის ხელისუფლებამ ამ რაღაც გარეჩარევების გარეშე მოახერხოს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამით დაგემშვიდობებით. ახლა ამ შემთხვევაში ძალზე ძნელი არის რაღაც შუალედური სცენარის წარმოქმნა. აქ არსებობს ჩემი აზრით ორი ვარიანტი. ერთი არის, ან ერთი მხარე გაიმარჯვებს, ან მეორე მხარე გაიმარჯვებს. აქ ვერ იქნება რაღაც შუალედური შეთანხმება, იმიტომ რომ ძალზე ბევრი სისხლი დაიყვარა. ან ხელისუფლება ბოლომდე ჩაახშობს ამ გამოსვლებს და ასე ვთქვათ, შეინარჩუნებს ამ ყველაფერს, ამ პირიქით მოხდება. აქ მესამე მხარე არსებობს, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, ძალზე ცხელი დღეები გველოდება. უახლოეს დღეებში რამ გაიგო. მადლობა, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი პასუხობდა ჩემს კითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარისის და მთავარი თემები, ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით, მე დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.